მთვარეზე დასასახლებელ ადგილს ეძებს ყველა, ვისაც გამართული კოსმოსური საქმიანობა აქვს, დაწყებული შეერთებული შტატებიდან დამთავრებული ინდოეთით. რუსული კოსმოსური ინტერესები და ამბიციები კი დიდი ხანია ციმბირს მიეყინა. თანამგზავრებიც ვერ გააქვთ ნორმალურად კოსმოსში, არათუ მთვარის ბაზებზე იზრუნონ. სამაგეროდ მეზობელი ქვეყნების დაბომბვისთვის საჭირო ბომბებს ამზადებენ. ეს ისე რიტორიკული გადახვევა. მაინც რომ გვახსოვდეს ვინაა ჭეშმარიტი მტერი. NASA-მ გამოავლინა 13 შესაძლო დაშვების ადგილი არტემისის პროგრამისთვის. აქ მზის ნათება მცირეა, მხოლოდ კრატერის კიდეზე ან დაბალი მთის მწვერვალზე, რომლებიც გარშემორტყმულია ღრმა ჩრდილით და რთული რელიეფით. ეს იქნება გამორჩეული ტერიტორია სამეცნიერო აღმოჩენებისთვის. ამავე დროს სახიფათო ადგილი ადამიანთა ცხოვრებისა და მუშაობისთვის, კვირებისა თუ თვეების განმავლობაში. რით ვიწყებთ? გზებით. დიახ, სადაც მივდივართ, გვჭირდება გზები, დაშვების პლატფორმები და სხვა მყარი ზედაპირები, რომ ოპერირება და მშენებლობა შევძლოთ. პრობლემაა მტვერი. მთვარის ზედაპირი დაფარულია შედარებით თხელი, თუმცა წარმოუდგენლად მსუბუქი და ფაფუკი ულტრა წვრილი მტვრით. მთვარის ქვიშის თითოეული მარცვალი მჭრელია, გატეხილი მინის მსგავსად. აპოლოს მისიიდან ცნობილია, რომ ის აზიანებდა ასტრონავტთა სკაფანდრებსა და ჩაფხუტის შუშას. მტვრის კიდევ ერთი ნეგატიური მხარე ის არის, რომ ჩარჩენადია. მტვერმა, რომელიც Lunar Roving Vehicle-მ დააგროვა, გათბობის სისტემის გაუმართავება გამოიწვია, რადგან რადიატორი გადატვირთა. მთვარის ნიადაგი, იგივე რეგოლითი, შედგება კლდის ნატეხებისა და მინერალური ნაერთების ფრაგმენტებისგან, ასევე კომეტების დარტყმებით წარმოქმნილი და ვულკანური მინებისგან. ამას გარდა სპეციფიური კომპონენტებისგან, რომელიც მხოლოდ მთვარეზეა ნაპოვნი. მას აგლუტინატები ეწოდება. ამ სხვადასხვა კომპონენტის თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ნიადაგის შემადგენლობის მიხედვით. სწორედ ასეთი ნაზავი ხდის მტვრის ნაწილაკებს საშიშს. როცა ატმოსფერო არ არსებობს და გრავიტაციაც მცირედია, ერთი ფაფუკი მტვრის ნამცეცსაც კი შეუძლია შორს გადაფრენა. ამიტომ, თუ მშენებლობა და უსაფრთხო გადაადგილება გვინდა მთვარეზე, ვაწარმოოთ უწყვეტი აფრენა და დაშვება. მტვრისგან მაქსიმალურად უნდა განთავისუფლდეთ. ეს ნიშნავს გზებს, პლატფორმებს და მყუდრო სამუშაო ზონებს ბაზის გარშემო. ეს ასევე შესაძლებელია ESA-ს ექსპერიმენტული პროექტის PACE ფარგლებში, სადაც გამოიყენება სიმულირებული მტვერი და ძლიერი ლაზერი, რათა ქვიშა იქცეს თხევად მასად და შემდეგ როგორც მინა, იქცეს მყარ ზედაპირად. ეს ვიდეო სრულად ნახე კოდის YouTube არხზე. გამოიწერე კოდი და ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო.